იფიცება საქართველო ხვალ 15 იანვარს 15 საათზე მასშტაბური საყოველთაო გაფიცვაა დაგეგმილი. კომპანიები და მათი თანამშრომლები, რომლებიც უერთდებიან ახალი არჩევნებისა და პოლიტპატიმრების გათავისუფლების მოთხოვნას 3 საათით შეწყვეტენ მუშაობას. როგორ ემზადება ბიზნესი ამ მასშტაბური გაფიცვისთვის და რა არის კერძო სექტორის გზავნილი არალეგიტიმური ხელისუფლების მისამართით, ნინო გასტელიანი მოგუყვება ამ თემაზე უფრო ცლად. ნინო, გისმენთ. ბიზნესი ემზადება ამ გამაფრთხილებელი გაფიცვისთვის და ხვალ 3 საათის განმავლობაში ძალიან ბევრმა კომპანიამ გამოთქვა უკვე სურვილი, რომ შეუერთდეს ამ აქციას და 3 საათის განმავლობაში გააჩეროს მუშაობა. შესაბამისად, ბევრი კვების ობიექტი, აფთიაქები, ასევე სხვადასხვა მომსახურების სფერო, ზოგადად ოფისები, ისინი შესაძლოა კონკრეტულ მომსახურებას არ უწევდნენ მომხმარებლებს, თუმცა ძალიან მნიშვნელოვან როლს ასრულებენ ქვეყნის ეკონომიკის განვითარებისთვის და ამიტომ ყველა ვისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანი არის ქვეყანაში არსებული ვითარების განმუხტვა და ვისი არჩევანიც არის ევროპული მომავალი. მათ გადაწყვიტეს, რომ ამ გაფიცვით დაანახონ ეგრეთ წოდებულ ხელისუფლებას, თუ რა ელის საქართველოს იმ შემთხვევაში, თუ მოექცევა ის იზოლაციაში და იზოლაციაში კი მოექცევა, თუ ის არ განაახლებს ევროკავშირთან მოლაპარაკებებს და ევროინტეგრაციის პროცესი კიდევ უფრო არ დაჩქარდება და თუ დასავლელ პარტნიორებთან ისევ არ აღადგენენ იმ მჭიდრო თანამშრომლობას, როგორიც იყო აქამდე. შესაბამისად, ისინი ცდილობენ, რომ ამ ფორმით გამოხატონ და ამ ფორმით უთხრან ქართულ ოცნებას საკუთარი სათქმელი. ისინი უერთდებიან იმ ორ ძირითად მოთხოვნას, რომელიც აქვს მთელ საზოგადოებას, ეს არის რეჟიმის უკანონო პატიმრების გათავისუფლება და ასევე ახალი არჩევნები, ვინაიდან ბიზნესის წარმომადგენლები, რომლებიც თითქმის ყოველდღე არიან ასევე რუსთაველის გამზირზე და აქტიურად არიან ასევე ჩართული ამ საპროტესტო მუხტში, ამბობენ, რომ აი ამ მოთხოვნების შესრულების გარეშე შეუძლებელი არის, რომ ეს პოლიტიკური კრიზისი განიმუხტოს, პოლიტიკური კრიზისის განმუხტვის გარეშე კი ქვეყანა გარდაუვალად აღმოჩნდება უკვე ეკონომიკურ კრიზისში, რომლის ნიშნებიც უკვე შეინიშნება. სახეზე გვაქვს ეკონომიკაში დაწყებული კრიზისი, ეს უკვე დეკემბერში აისახა სხვადასხვა ესე თქვათ მიმართულებებზე, პირველ რიგში რა თქმა უნდა ტურიზმს შეეხო და კვების მიმართულებებს. იანვარიც საკმაოდ მძიმე დაიწყო, იცით რომ ესე თქვათ სანქციები ემატება სხვადასხვა სახელმწიფო მოხელეების, ეს რა თქმა უნდა გააღრმავებს კრიზისს, რაც ქვეყნის ეკონომიკას საკმაოდ დიდ პრობლემებს შეუქმნის. ერთადერთი გზა მე აღვნიშნე და სხვა გამოსავალს მე ვერ ხედავ დღეს, ეს არის ახალი არჩევნები. სანამდე ახალ არჩევნებზე საუბარს ალბათ დაიწყებს არსებული ხელისუფლება, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიტუაციის დეესკალაცია მოხდეს და ის 51 ადამიანი, რომელიც სრულად უსამართლოდ დღეს ყავს დატყვევებული, რაც შეიძლება სწრაფად უნდა იქნეს გამოშვებული. ჩვენი სტარტაპი უშუალოდ არის ტექნოლოგიური სტარტაპი, ტურისტული სტარტაპი არის და თქვენ იცით თუ რა მდგომარეობა არის ქვეყანაში ტურიზმის მიმართულებით. დაცლილი არის სასტუმროები, დაცლილი არის როგორც დედაქალაქში, ასევე რეგიონებში, გაჩერებული არის ფაქტობრივად კურორტები, სამთრის კურორტები და ეს რა თქმა უნდა ყველაფერი უტყავს ფაქტობრივად ეკონომიკას. რაც უფრო მალე გამოვალთ ამ კრიზისიდან, მით უფრო ცხადია მალე მოხდება ამ კრიზისიდან დაძლევა და ქვეყნის კიდევ უფრო მეტად გამოცოცხლება. სხვა შემთხვევაში იქნება ეკონომიკური კატასტროფა. მათ შორის სანქციები, რომელიც არის დაანონსებული და რომელიც უკვე დაანონსდა მაღალ ჩინოსნებზე, ესეც რა თქმა უნდა მოახდენს გავლენას, იმიტომ როგორც ეგრეთ წოდებული ხელისუფლება საუბრობს, თურმე სახელმწიფოს გადასახდელი არის და სახელმწიფოს გადასახდელი ანუ ნიშნავს, რომ ჩვენი თითოეული მოქალაქის ვალი იქნება, რომ აი ამ დასაქცირებულების ფაქტობრივად კომპენსაცია მოახდენს. კრიზისშია მთელი საქართველო და მთელი ქვეყანა. პროტესტის სხვადასხვა ფორმები ვნახეთ ჩვენ ამდენი ხნის განმავლობაში. ახლა დავდივართ ფაქტიურად პროტესტის ახალ ფორმაზე, რომელიც არის გამაფრთხილებელი გაფიცვა 3 საათის განმავლობაში და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი მესიჯი ხელისუფლების მისამართით. როდესაც კერძო სექტორი ეუბნება, რომ დროა მოусმინოს ხელისუფლებამ და გაითვალისწინოს ის ორი მოთხოვნა, რომელიც არსებობს. ეს არის რეჟიმის ტყვეების გათავისუფლება და ეს არის ხელახალი სამართლიანი არჩევნების ჩატარება.
28 ნოემბერს კობახიძის მიერ გაკეთებული განცხადების შემდეგ ეს პრაქტიკულად იყო მინიშნება და სერიოზული გზავნილიც ბიზნესისათვის, რომლის შემდეგაც მათ ჩათვალეს, რომ ახლა გაჩუმება არ იყო, გაჩუმების დრო არ იყო, ვინაიდან ყველამ კარგად იცის, რომ კობახიძემ თქვა, რომ 2028 წლამდე აჩერებდნენ ისინი ევროკავშირთან მოლაპარაკებების პროცესს, შესაბამისად ბიზნესის პრაქტიკულად დიდი უმეტესობა, რომელიც ირჩევს ევროპასთან თანამშრომლობას და ევროპასთან ვაჭრობას და ზოგადად ურთიერთობებს და უფრო მეტ განვითარებას, მათ გადაწყვიტეს, რომ ღიად ესაუბრათ იმ პრობლემებზე, რომელიც მნიშვნელოვნად გამოიკვეთა ქართული ოცნების მმართველობის პერიოდშიც და ახლა მათ ისინი ცდილობენ, რომ დაანახონ ხელისუფლებას, ეგრეთ წოდებულ საკუთარი ძალა, თუ რა შეუძლია ბიზნესს და სწორედ ამიტომ ისინი თითქმის ყოველდღიურ რეჟიმში აქტიურად საუბრობენ მოსალოდნელ პრობლემებზე, რომელთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი, ჩვენ მაყურებელმა უკვე მოისმინა კიდეც რესპონდენტების მხრიდან, ეს მნიშვნელოვანი პრობლემა არის ეკონომიკური კრიზისი, რომელიც იქნება გარდაუვალი, თუ არ მოგვარდა, რაც შეიძლება უმოკლეს პერიოდში ეს პოლიტიკური კრიზისი, თუ ეს არ მოხდება, ისინი ამბობენ, რომ და ვარაუდობენ, რომ უახლოეს 3-4 თვეში ეს კრიზისი უკვე თითოეული მოქალაქისათვის იქნება ძალიან თვალშისაცემი, ამიტომ ისინი კიდევ ერთხელ მოუწოდებენ და ამ გამაფრთხილებელი აქციითაც მიმართავენ ქართულ ოცნებას, რომ დაიწყოს გადაწყვეტილებების მიღება და ისეთი გადაწყვეტილებების მიღება, რომელიც განმუხტავს დაძაბულ ვითარებას და ქვეყანას აარიდებს სერიოზულ და მნიშვნელოვან დამაზიანებელ ეკონომიკურ კრიზისს.